გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 30-მდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ეტლი გადაეცემა. დამხმარე მოწყობილობის შერჩევისას მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული მომხმარებლის ინდივიდუალური საჭიროებები. ეტლების გადაცემის პროცესს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზაციის საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის რეგიონალური წარმომადგენლები და უცხოელი დონორები ესწრებოდნენ. ბენეფიციართა შორის არიან სხვადასხვა ასაკის ეტლით მოსარგებლე პირები, მათ შორის ბავშვებიც. ორგანიზაცია საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის შიდა ქართლის რეგიონთან 2012 წლიდან თანამშრომლობს. დღემდე სავარძელ ეტლებით რეგიონში მცხოვრები 800-მდე სპეციალური საჭიროებების მქონე პირია უზრუნველყოფილი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელსაც ესაჭიროებოდა ეტლები, გადაეცათ საჩუქრად ორგანიზაციიდან, რომელიც ძალიან დიდი ხანია მეგობრობს გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან. ეს არის საერთაშორისო ასოციაცია. ორგანიზაცია საჩუქრად აძლევს მუნიციპალიტეტს ამ ეტლებს. მინდა აღნიშნო, რომ რამოდენიმე წელია უკვე ეს აქცია მიმდინარეობს და ეს სასაჩუქრე პაკეტები მიმდინარეობს, რომლითაც სარგებლობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ამჟამად გორში ჩამოვიტანეთ 30 ეტლი. აქ მოვიდნენ თვითონ ოჯახის წევრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, რომლებიც წაიღებენ, ზოგი უნდა მოიყვანონ თვითონ ბენეფიციარი და რამდენიმე ოჯახში მივალთ და იქ ადგილზე მოვარგებთ. გორს და გორის რაიონს ჩვენი ორგანიზაცია დიდი ხანია ეხმარება სხვადასხვა პროექტით, მათ შორის აი ამ ეტლები. 800-ზე მეტი ეტლი მარტო გორი, ქალაქი გორი და გორის რაიონის ავადმყოფებისთვის გვაქვს გადაცემული. ჩვენ ვართ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ფონდის წარმომადგენლები საქართველოში და ძალიან გვიხარია, რომ გვაქვს ასეთი პრივილეგია ჩავერთოთ მსგავს პროექტებში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია ეტლებზე და ძალიან გვიხარია, რომ შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ურთიერთობებში სხვადასხვა ორგანიზაციებთან და დავეხმაროთ ადამიანებს მობილურობაში, იმაში რომ გავიდნენ გარეთ და ჩაერთონ ცხოვრებაში.